ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. მიმდინარეობს ჩვენი რიგით მე-11 პოდკასტის ჩაწერა. რა თქმა უნდა, ვიმყოფებით ისევ და ისევ პოდკასტ არეაში და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის გიორგი მიხანაშვილი. როგორ ხარ, მიხან? კარგად. თქვენ როგორ ბრძანდა? ნელა, თავს როგორ გრძნობ? უძლე. აი რაღაცას მინდა რომ დღეს ძალიან ისეთი გულწრფელი საუბარი გქონდეს, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დისციპლინას მინდა რომ დღეს შევეხოთ და ვისაუბროთ წრიულ რბოლებზე. მე გეოდეზია. აი, შეგვიძლია გეოდეზიაზე ვისაუბროთ, რაღაც მაგალითები შევადაროთ იქიდან აქეთ ორივე საქმეში ისე ხარ შენ პროფესიონალი, ასე ვიტყოდი რა და შეგვიძლია რაღაც პარალელები გავაუყოთ. მე გეოდეზიაზე არაფერი არ ვიცი ოღონდ. გასწავლე. ხო, იშოვება. სხვათა შორის 402 მეტრზე დრაგის ასტარდება, ეგ 4 წერტილი უნდა დაუსვა ეხა ზუსტად. მე მახსოვს რომ წინა დრაგის ეტაპზე, პირველ ეტაპზე. შენ რაღაც შენი ლაზერით. კი, იმიტომ რომ 300 მეტრზე ხო იყო კრუიზერების კლასი და 402-ზე რომ უნდა გადაეტანათ, ნაბიჯებით არ გამოდიოდა და კაგრას მანქანაში მქონდა. ნაბიჯებით არ გამოდიოდა. მანქანაში მქონდა აპარატი, გავშალე და დაუსვი 402 მეტრი ზუსტად. მაგრამ დაკარგავდნენ. გეოდეზია შეგვიძლია მეორე ნაწილი დავუთმოთ გეოდეზიას, იმას ვისაუბროთ თუ მოგვრჩება დრო. იმიტომ რომ მე მაინც მგონია რომ წრიულ რბოლას ჩვენი ფორმატი არ ეყოფა და მაინც მოგვიწევს მე კიდე ამ ყველაფერზე საუბარი რა. აი რომ განვითარდება. მე კიდე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ განვითარდება. თუ ხო რაღაცნაირად მინდა რომ რა განვითარდეს, მაგრამ აი მოდი ამ ყველაფერს შევეხოთ მაშინ. რახანც დავიწყეთ ამ საუბარი და დავიწყეთ ჩვენ თემაში ამ განვითარების თემას შევეხეთ. მოდი დავიწყოთ სად ვართ საერთოდ ახლა, რა ხდება საქართველოში ამ დისციპლინაში და რა ვიცი, რამე ჰაერში. არსადანა ვართ. რაც ტარდებოდა აქამდე, როგორ იყო იცი? აი რამოდენიმე კაცი შეიკრიბა, ვისაც ზოგს გამბედაობა იყო, ზოგს ფული იყო და ენთუზიაზმი ჰქონდა, ნუ დადიოდნენ და არქვეს ჩემპიონატი. რამდენი მაქსიმუმ 8 კაცი ალბათ. ხო და დღეს ეგ 8 კაციც არ არის. ალბათ 4 კაცი ვიქნებით, მაგრამ ეხლა ამ ხელა ფული იყო, ამ ხელა რესურსი და 4 კაცის გამო, რა ვიცი, მე მწვენია რომ ეგეთ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ჯერ ტრეკის ქირა რამ ხელა ეს ხო ბიუჯეტიდან არის ეს თანხა და პატიოსანი ხალხის გადახდილი გადასახადებით არ მინდა რომ 4 კაცმა ამდენი ფული 4 კაცი დაისტარტოთ და თან არ ვიცით მე შემდეგ ეტაპზე რამდენი დარჩება ხო? ეგრეა და რამდენი დააფინიშებს? ხო. იმიტომ რომ შარშანაც იყო მსგავსი რაღაცები და მე შარშან მე მგონი 8 იყავით თუ 6 იყავით აღარ მახსოვს. განაცხადში კი იყო 8, მაგრამ სტარტზე მე მგონი 6 ვიყავით. და ბოლო ეტაპზე საერთოდ მე მგონი 4. ხო, 4. ხო და აი ხო და პირდაპირ ამას რატო დავიწყეთ ამით? ხო შეიძლება თავიდან მოდი ზოგადად დავუეწყობა. კაი რახაც მოხდა ეს. სად ვართ ხო და იყოს დავიწყოთ ამით. კაი. ნუ აი პროების გარდა არის მოყვარულებიც. ხო, ნუ ეხა ჩემი გადმოსახედიდან ყველა თანაბრად ვართ რა. უბრალოდ ცოტა უკეთესად რამოდენიმე კაცი იმიტომ დადის რომ გამოცდილება აქვს. პლუს მინუს ცოტა მეტი, თორე მაქსიმუმ 2 თვეში ნებისმიერმა რომ ივარჯიშოს, იგივე დროში ივლის რა დროში ჩვენ დავდივართ. ხო, ივარჯიშოს სტაბილურად ოღონდ. ნუ კვირაში ერთხელ მაინც. მინიმუმ, ხო. ხო, იმიტომ რომ კვირაში ივლის ამ დროში. მე რო შარშან დავიწყე. ხო. სიარული. ხო რა, ანუ ვახერხებდი, როგორ თქვა, ხანდახან კვირაში ერთხელაც ვერ ვახერხებდი რა. კვირაში ერთი, ორ კვირაში ერთი. ხო, აუცილებლად. იმიტომ რომ ფასდაკლება იყო და შედარებით მაინც ეხა შენი ხარჯებით როცა აკეთებ ამ ყველაფერს და ძალიან ძვირჯდება და ამასაც შევეხებით აუცილებლად რა როგორ ჯდება რა. ძალიან რთული არის რომ შენი ხელფასით დღეს ვიცით რა როგორანაირად ხდება ამ ჰოპს დაახარჯო ძალიან ბევრი რა და ხო და ნუ ვალები ისე ძალიან ბევრი ჯერ ბანკს მოინდურებ მე მეგობრებს მოინდურებ და გეტყვიან რომ ბოლო შენი ფაქტურების გამო რა არის რა სირცხვილია ვარ გეტყვიან ხო და ეს ხუჩაბათის თემაც აღარ არის აღარც ხუჩაბათია ხო და აი წელს ესე გამოეკიდე მე ჰაერში ო ვეღარ რა რომც იყოს იძახიან რომ მოყვარულების კლასი არ იქნება ხო არ და მოყვარულებს შაშან ძალიან ბევრი ვიყავით კი და იდეა აქვს ესეთი რომ წრიული აღარ ჩაატარონ და თაიმათაკი იყოს და ყველა ერთად იყოს ალბათ დროების მიხედვით დაალაგებენ ალბათ ხო ნუ შაშან ბევრი რო ვიყავით მან გაყვეს ამ დროებით რა ვინც უნდა დიო ნუ თუ რამე ჩატარდა უბრალოდ აი თაიმატაკშიც როგორ რაღაც იყო იცი მე რაც შევნიშნე რა გამოუცდელები ვიყავით ყველა ხო ეხლა რა ჰობიში
მე პირველად ვიყავი ხო ვიღაცები იყვნენ რომ შარშან წინაც გამოდიოდნენ მაგრამ მაინც რა და ავედი შეჯიბრამდე ორი ვარჯიში ვივარჯი შეჯიბრამდე მეტი ვერ მოსწარ ხო და გამოცდილების თემაში აი ზუსტად მე რაც დამემართა რა ეგ რომ აი სად გადასწრება გადმოსწრება როგორ რანაირად აი ეს რაღაცები თვლი რომ უფრო კარგად უნდა იყოს საერთოდ ეგრეა კი და ჩვენ დავიწყეთ ბოლოდან ხო ძალიან ბოლოდან დავიწყეთ ეგრევე აი 1000-იანი კლასი ნუ მე 600-ით დავიწყე მაგრამ ძალიან ბევრმა დაიწყო 1000-იანი კლასით და რთულია ვერ ისწავლი რა ეგრე ჯობია დაბალი კუბით დაიწყო და ეს საფეხურებად განვითარდე ვიდრე პირდაპირ 1000 და გამოგელიოს სწორი მონაკვეთი და გახვიდე პირდაპირ ხშირია ხოლმე ეგეთი შემთხვევა ხო იმიტომ რომ რასაც გაპატიებს პატარა იმას ან ვერც გარისკო ფიზიკურად არც გარისკო რა ხო 1000-იანი ციარული ხო მაგრამ აი მაგას რა უნდა უყოთ კი დავიწყეთ აი დაიწყო რამდენი წლის წინ ხო და იარეთ 600-ებით და 1000-იანებით მაგრამ ნუ ეხა ხვდებით რომ უნდა დაიწყო დაბალით მაგრამ აქ არის მე ის ხალხი ვინც უკვე ნუ წლებია დადის 600-ით და 1000-ით და იმ ხალხის მე ხო ისეთი თემა გამოდის რომ ჩვენ რატო ჩაგრავთ თემა რა და ხო ნუ აიგა როგორ შეხედავ საკითხს ალბათ რა ზოგადად თუ შეხედავ ჩემი აზრითაც ჯობია ყურადღება არ უნდა გადაყვეს ამ ხელა ბიუჯეტი მე ვფიქრობ ხო ნუ მესმის იმათიც მესმის რა იმიტომ რომ ამდენი შრომა ამდენი ფინანსები ენერგია ჩადო ამ ყველაფერში და თა როგორ აიცი რომ ხა ასაკით პატარები აღარ ხო გინდა რა მაინც რომ ეს ყველაფერი თქვენს გქონდეთ და იაროთ და რა თქმა უნდა რა გვინდოდა მაგრამ აი რომ უყურებ მაყურებელიც არ არის თავარი მოტივატორი ვინც არის მაყურებელიც არ არის ნათესავებიც არ დადიან შეჯიბრზე მე მგონი ხო და რთულია რა ესე 4 კაცით არაფერი არ გამოვა ხო ნუ რაღაცა ფაქტია უნდა შეიცვალოს რაში ხედავ გამოსავალს მე ვფიქრობ ჩვენ შეცდომებზე სწავლას ჯობდა ვინმეს პრაქტიკა აგვეღო და რამე მონოკლასი გაგვეკეთებინა დაბალკუბიანის რა რაც უფრო ბიუჯეტური იქნებოდა და 300-იანი კლასი იყო არავინ გაიცინოს 300-იან კლასზე რა დაფრინავენ რას დადიან იცი ხო ვიყავი შეჯიბრზე საზღვარგარეთ აი კატასტროფულად დადიან 300-ები ხო ანუ იდეაში ტრეკზე იმხელა მნიშვნელობა ხო არა აქვს მაინდა-მაინც რომ აი ძრავი ქონდეს დიდი რა იქ ხო რაღაც ის შენი სკილები არის რაც უნდა გამოიყენო რესურსი იმ მოტოციკლებს რაზეც ხა მეც ხო 600-ით დავიწყე და მეც ეგრევე მივხვდი რა რომ 600-ით ბევრია დასაწყებად კი ბევრი იმიტომ რომ ვერ ურისკავ რა ჯერ ნუ იმიტომ ვერ ურისკავ რომ ძვირია 600-იანი მოტოციკლებზე დამტროა უფრო მეტად ვიდრე 300-იანის და მე ისიც რომ ეხა უფრო მეტი ჯანი აქვს და შესაძლებლობა რა და ამის ალბათ 10%-საც ვერ ვიყენებ. ვერ ამოწურავ თავიდან რო იწყებ დიდი ხანი ვერ ამოწურავ. აი ცოტა დავლიდა რო იწყებ მე ადვილად ამოწურავ 600-იანს რა შეიძლება ერთ სეზონში უკვე всё აღარ გიყოს. ხო ანუ აი ეგ თემა ჩვენთან ალბათ ბევრს უკითხავს ჩემთვის. აი ვიდეოებიდან რაღაცა ისა ეს სანმე ვინმეს რო შევხვედრი ვარ მოუწერიათ ვისაც ძდომებია ტრეკზე ამოსვლა რომ აი 300-იანი მყავს და ტრეკზე შემომიშვებენ და ანუ შემოგიშვებენ კი არა მაგით უნდა ამოხვიდე მაგით უნდა დაიწყო რა იდეაში მინი ჯიპიც კარგია დასაწყებად კაია ძალიან მაგარია ეხა ბევრი იცინის მაგრამ იმიტომ რომ ვინც არ იცის და არ უნახია გაიცინებ რა შეხედო რა არის ეს მაგრამ ეგ არის ანბანი წრიული რბოლის ანბანი კი მინი ჯიპი კი მეც გამოვცადე გამოვცადეთ და აი რავი რა ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ აი ბევრ რაღაცას სწავლობ ძალიან ბევრ რაღაცას მით უმეტეს ეხა ჩვენ როგორც ვიჯექით ამ მოტოებზე საერთოდ არ იყო მორგებული რა კლიპონები ძალიან გაშლილი და პეგები ტორმოზიც ახალი მოტო იყო ესე გასახმარისებაც არ ქონდა გავლილი მაგას რომ მოირგებ ძალიან მაგარია ბევრ რაღაცას გასწავლиш და მთელი ევროპა მაგით ვარჯიშობს ზამთარში ზოგი ხა ვისაც ფული აქვს ესპანეთში და თბილ ქვეყნებში დადიან ტრეკებზე. ესპანეთში მოტო ანდალუსიას უყურებ ხოლმე რაღაც იქ TikTok-ზე რა და Instagram-ზე ხდება ხოლმე და აი როგორ გიჟივით მინდა იცი მეც რო წავიდე რაღაცა პროსტა. არა ეგენი ძალიან შორს არიან. ნუ წრიული სამბანი იწყება მაინც დაბალი კუბატურით რა. ხო, მეც ეგრე მიმაჩნია სწორად მაგ MotoGP-ის თემასაც რა რომ დაუბრუნდეთ. ხო გეუბნები მე რომ მაგაზე დავჭექი
თავიდან იყო პირველი წრე რომ სანამ აი შევეგუებოდი და რაღაც რა გამეგო საერთოდ რა იყო იმიტომ რომ არ ვიცოდი ხა ეგეთ პატარა მოტოციკლები საერთოდ არ მჯდაროა რა და მაგრად გამისწორდა ანუ ემოცია მაინც მომიტანა მით უმეტეს რომ კარტინგის ტრეკზე ვიარეთ და ანუ ძალიან ისეთი დინამიური ტრეკი არის კარტინგის ვიდრე ხა აი დიდ ტრეკზე რო იარო მაგით დაიყლები რა სანამ მეორე მოსახვევამდე ხვალ დაიყლები და მან ძალიან კარგი იყო რა ტრეკი ზუსტად სამაგისოა რა და ძალიან ბევრი რაღაც დავამუღამე რაც შეიძლება რომ აი მან განსაკუთრებით მარჯვენა მოსახვევი იმიტომ რომ ეგეთი ის იყო რა საათის სიმართლე ხო სუმარჯვნივ გიწევდა ძირითადად და რაც ყველას უჭირს მარჯვენა მოსახვევი და სხვათა შორის მან ზოგადად ჩემი მოტოთი რო დავდივოდი ხოლმე წრიულზე რა თქმა უნდა რომ მარცხნივ უფრო მიადვილდებოდა მაგრამ მან მარჯვენა მოსახვევი უფრო გამიმარტივდა არ შეიძლება უფრო პრაქტიკის თემაში იმიტომ რომ მარცხნივ მე მგონი ერთხელ გვიწევდა მარტო მოხვევა ხო და მან უკვე რო დავიწყე მაგრად გამისწორდა კარგია მანდედა უნდა დაიწყოს ყველამ და საერთოდ კულტურა და შეგნება რო ამაღლდება ხო იმიტომ რომ ვიღაცები ციტყვებს სასაცილო ხო ეხა იმათ არ უნდა მოусმინო რა იმიტომ რომ ნუ არ იმსახურებენ ამ სფეროში მაგალითად შენთან რაღაცა პოლემიკაში შემოსვლას იმიტომ რომ გარტყმაში არ არიან და რაღაცებს აბრეხვებენ პროსტა რა ფაქტია რეალურად არ იციან რა ხდება რა მან თემა რა არის ანუ საკითხს უყურებ მე ასე ზოგადად რა მე უკვე ვიცი რომ მე ამ სფეროში საერთოდ ვერაფერს ვეღარ მივაღწევ იმიტომ რომ ნუ ჯერი ასაკი მაქვს ისეთ და ისე დროს დავიწყე რომ აზრი აღარ აქვს რა და ის რომ თვითონ ეს სფერო ეს სპორტი განვითარდეს ჩვენ ქვეყანაში ვიცი რომ ეს უნდა განვითარდეს თავიდან და ამით უნდა დაიწყო რა ნუ სამწუხარო უბრალოდ რომ ვიღაცებს რაღაც ეგო მოკლედ ხალხს უნდა კარგი ხელფასი კი კულტურა უნდა ამაღლდეს შეგნება და ბავშვებს დააწყებინონ პატარა ასაკიდანვე თუ მართლა უნდათ პატარა ასაკიდან რასაც დაიწყებ და ისწავლი ყველაფერს მაგრად ისწავლი აი ენდუროში ბავშვები რას დადიან ენდუროში დაფრინავენ კი მაგრად მიხარია რომ აი უკვე შეჯიბზე რო ადიხარ და ამდენ ბავშვს ხედავ ერთად კი და ეხლა მე ენდუროში იმიტომ რომ იაფია რა ერთი საბურავი ყოფნის მთელი სეზონი რომელიც რავი რაღაც 500 ლარი ალბათ ხო მაგრამ აი მაქინანაც რო იწყებ უკვე ძალიან მაგარია რა ძალიან დაიწყო ცნობილმა ჩემპიონებმა ენდუროთი ბევრმა დაიწყო ძალიან ბავშვობიდან აუცილებელია რა იქაც სხვა სკილები ყველაფერში ცოტა უნდა იცოდე თორე არის ისეთი მომენტები ასვალზეც რომ იმისი რეფლექსები გეხმარება ენდუროსი ხო ისევ ამას რო დაუბრუნდეთ ჩვენ თემას რა ტრეკს და წრიულ რბოლას ну кай მივხვდით რომ გამოსავალი არის იმაში რომ აქიდან უნდა დავიწყოთ ხო და აქიდან მერე ნელ-ნელა უნდა განვითარდეს მაგრამ ვიცით რომ ეს რომ რაღაც წლები დასჭირდება ამ ყველაფერს რა დღევანდელი მოცემულობა რაც გვაქვს აქ როგორ შეიძლება შენი აზრით რომ რაღაც ისე დაიხვეწოს რომ მინიმუმ სანახაობრივი იყოს და ხალხი მოვიდეს შეჯიბრზე შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მაგრამ პირველ რიგში ინფრასტრუქტურიდან დავიწყებ რა წესიერი ასფალტი მაინც გინდა უკვე აღარ ვარგა ჩვენი ასფალტი მოტოციკლეტისთვის. აი, საშინლად არ ვარგა. ბალახი ამოსულია ერთი ფენა აკლია, ზუსტად ის ფენა აკლია, რომელსაც მოჭიდება უნდა კონდეს. აი, ახალი საბურავი შემიძლია 10 წრეში გადასაგდები გავხადო. ეგეთი რამე არსად არ ხდება. მე არ შემიძლია. ხო, 10-იანი ვარ ამით შეუძლია, თორე 600-იანს არ შეუძლია. მე ამით ბედნიერი ვარ, რომ ეგრევე უცვითო საბურავს. 600-იანს ივლი ორი შეჯიბრული მე შეატრიალებ უკვე გადააყენებ ივლი და 1000-ზე ეგეთი რამე არ შეიძლება. მან მახსოვს შარშან, არ ვიცი გახსოვს თუ არა ვარჯიშის რა, ხიდის ქვეშ მოსახვევში. ვინ იყო აღარ მახსოვს, მე მგონი ალექსანდრე თუ პარებრიკთან. აი პოდკასტი რო არის მერტყმული ხო იცი ასფალტი მაგას შეეხო წინა საბურავი შეეხო და გაისროლა ხო ანუ აი გადარჩენილა არა პარებრიქს არც უნდა მიუახლოვდე და თუ მაგას არ მიუახლოვდი აპექსთან ახლოს თუ არ გაიარე დროს ვერ ჩამოწევ ვერანაირად და მიდიხარ ძალიან დიდ რისკზე რომ უკვე დროს ეჭიდაო ხო სხვა რაღაცებზე გიწევს მე ნუ ხო უფრო გვიანი ტორმუზი უფრო ადრე გაზი გახსნა და უკვე საბურავით წვდება მოტოც არასტაბილური ხდება ნუ არასწორად
რისკს ზრდი რა მე იმის ფასად რომ 1 და 2 წამი როგორმე ჩამოწიო 2 არა ნუ 0.5 რაიც ხო აი რაღაც ეგეთი რა და ინფრასტრუქტურაზე რომ მივიძგეთ მე ისიც მახსოვს შეჭიბზე რო გაგვიწევდა გაწმევას თავი გაანებე არა გუბეები რო იდგა იქ ჩვენთან ხო არ მეორე მოსახლეობა ხო იცი კი მეორე მოსახლეობაში ყველა ეს ნუ ეგრეთ წოდებულ პარებრებთან კერპთან ყველა მიდის ახლოს რა ახლა ცოტა იმას ჩემს ნუ ცოტა ჩეთერობას გასწავლე მანდ ვინც მიდის ერთი გაზით ესე და გადის ნუ ყველა ეგრე დადის მაგრამ მე როგორც რამდენჯერმე დავაპირე შესვლა ეგრე ბევრად ჩქარია რა ესე რომ შედიხარ განზე გადიხარ მეორე მხარეს გადადიხარ შედიხარ ახლოდან და გადიხარ განზე იძახი შუაში ხო ეგრევე ჩქარდები რა ანუ ესე გლუვი კი არ გაქვს აი ვის ფორმას აკეთებ და ბევრად ჩქარია მაგრამ მეორე მხარეს ასფალტის ნახევარზე რო გადახვიდე ჯერ დრაკონი უნდა მოკლა იმ ხელა ნაპრალია შუაში აი ძალიან გაქანავებს და მე რო ვეუბნები რომ ტრეკი გასაწმენდია იქით სულ მტვერია მეორე მხარეს სულ ბალახი მტვერი ქვები ნაწილები მანქანების მაგას რო ეუბნები რომ გასაწმენდია ტრეკი დაიკიდე კაცო ტრაექტორიაზე არ არის არაფერი და ეს არის ჩემი ტრაექტორია არ მინდა რა ისე რომ ყველა და იარო ხო არა და პროსტ ძალიან შორსა ვართ რა კიდევ ერთხელ მაგას ვიტყვი რა ძალიან შორსა ანუ თან იცი რა არის არ არის იაფი ხო არა რო თქვა რომ ეხა აი ინფრასტრუქტურის შესაბამისი ფასია სხვათა შორის ბიჭებს ველაპარაკე ვინც დადიან ისტანბულ პარკზე სადაც ფორმულა 1-ის სტანდარტების ტრასაა და ზუსტად იგივე ფასები იყო შარშანდელი რაც ჩვენთან იქ ხარისხი სხვათა შორის ჯიჯი არის მანდ ნამყოფი და არ მოუყო ჩვენთან არ მოუყოლი მე ვიარეო რა მომიყვა სასწაული ტრეკიაო ხანუ ეხა ყველგან მაგარი ტრეკია მე მგონი ჩვენ გარდა რა ხო არა ხო ვიძახი ანუ კი აი ბევრჯერ და ბევრისგან მომისმენია მე რომ მადლობელი უნდა ვიყოთ რომ საერთოდ ტრეკი გვაქვს ანუ არ ვეთანხმები ამას მადლობელი უნდა ვიყოთ კარგია რომ მაგრამ რახანც არის ანუ უნდა იყოს ხო მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ აი მადლობელი ვიყოთ და არის და აი მადლობა რო არის ის იმას ხო არ ნიშნავს არ უნდა განვითარდეს არ უნდა გაკეთდეს არ უნდა მოუარო მაგას ხო არ ნიშნავს არა ეხა უნდათ მისვლა მარიამს უნდა ჩემ მეუღლეს უნდა მისვლა იაროს მაგრამ რამდენი ხანია რო რეკავს ყველა შაბათკვირა დაკავებულია სუივენთია აი ძალიან მაგრად მუშაობს ტრეკი და წესით უკვე უნდა იმიტის ეგ მაგაც საქმეა მაგრამ წესით უნდა სამიტის ნორმალაზის შაბათში დღეს ჩვენ გიამბობ ცოტა უნდა იზრუნონ რა ხონი ელემენტარულია ისე ნასკარის მე მგონი ნასკარის ჩატარებაც უნდათ და ჩვენთან ხო ერთი სტანდარტებზე აკმაყოფილებს ეტაპით და ერთი ეტაპის და არ ვიცი როგორ იქნება იმიტომ რომ მე მახსოვს რომ ტრეკზე გამერჯო ის რა ქვია პიტლეინზე რა რომ გამოვედი რაღაცა გამერჯო თურმე ეგზევით რაღაცა ცვლინენა ძიშ დაიყარა და სამარაზე ხო და ანუ სტორ მონაკვეთზე სტარტ ფინიშის გახელას დანა შეერჭო დანა? კი, დანა შეერჭო საბურავში. საიდან მოვიდა? ისგან მოვიდა. ის დაუვარდა. ეთქვა ვიღაცამ გადმოირბინა ოდესღაც და დაუვარდა რა. ვა. ხო. ხო, რა ვიცი. აი, ცოტა კარგ რაღაცებს ვილაპარაკოთ ახლა. გავანებ. კაია. ტრეკი რო გვაქვს უკვე კაია. უკრაინას არა აქვს. ჩაიკა აქვს და ვარ ნამყოფი და აი ენდუროა რა ჩათვალე. კარგია, მაგრამ მივხედოთ. მაგარი. იხედვა უნდა და იქ როგორმე. ანუ, იცი რა არის, ანუ მე რაღაცნაირად ხსრებით რო გავაკეთოთ, მე დავყვალავ. მეტრებში გავუწევით, აი, გადავედი. ყველაფერს გავაკეთე, ფული არ მინდა, არაფერი რა. მე ფიზიკურად შემიძლია მუშაობ. ო, ლაფატკაზე. კი, ეც არა პრობლემა. ხო და რასტორი. ერთად უნდა გავაკეთოთ რა. ხო, ანუ რა არის, იცი, მე რატომღაც მეგონა რომ ხარ დაჭერა უფრო მეტი იქნებოდა ტრეკის მხრიდანაც, იმიტომ რომ ნუ ეხა იყიდებს რეალურად ხო ფერს, ეს ყველაფერი რა. კი, იქ მახსოვს შარშან ფედერაციამ და ტრეკმა რაღაცა შეთანხმდნენ, პროებს ჰქონდათ ერთი დღე გამოყოფილი, როცა შეეძლოთ რომ თავისუფლად ევარჯიშათ, მაგრამ თან მაგარი ის იყო. მაგრამ მაგას მინუსი რა ქონდა, იცი? მაინც დიდი ხარჯი იყო. ბევრს ვარჯიშობდი და ბევრი ცვეთა ხო. საბურავი ძალიან ცვდებოდა, ბევრი საბურავი მინდოდა.
ხო, აი დღეს მკითხე სხვა თუ შორს სანამ ჩაწერაზე მოვიდოდი. შენი უმადური ვარ, ვინ მითხრას. ანუ არა ეგრე რა, ანუ ყველას იმესმის, მართლა ყველას იმესმის, ანუ ვინც რაღაცას მესაუბრება, ყველა ადამიანის მესმის რა, მაგრამ რეალურად რო შეხედო საკითხს, მე ხო სხვანაირად ჩანს რაღაცეები რა. აი ხა დღესაც მკითხავ ერთმა ადამიანმა, რომ აი შეჯიბრზე რო გამოდიანო რა, რაღაც ჩემ ფოტო ნახა ძველი და იკითხა რომ გამოდიხარ რაღაცა, მეთქი ხო და ლაპარაკს შევყევით, აი ამდენს ხარჯავთ, იმტრევით რაღაცა, ესა და პირველ ადგილზე რო გითხარ რამდენია პრიზი? ბევრი მეკითხება მაგას. აქ ვერ ვიტყვი რასაც იძახი. ხო და ანუ ტეხავს ესე. სახელი. ხო. ტიტული. ხო, უბრალოდ რაღაც мотивация შენს ხო გჭირდება გარდა იმის რომ გიყვარს და ხო მაგით უაკეთებ ხა რომ გიყვარს თორე იქიდან რაღაც ფინანსური სარგებლობა არაფერი არ არის. ეს ეტაპზე ვართ ეს 4 კაცი. რომ უკვე მარტო ენთუზიაზმი არ კმარა რა. ხო, რა თქმა უნდა. ანუ სადღაც კი თავიდან შეიძლება მართლა ხა მე რო ჰობიში გამოდიოდი, ხო ეხა იქ რა არაფერი რა, მართლა საბურავი დამჭირდება, სხვა არაფერი არ მჭირდებოდა რა. მაგრამ ეხა როცა პროფესიონალურად უდგები საკითხს და ძალიან ზურიჭდება რა, ის სეზონზე მინიმუმ 50,000 გინდა. სეზონზე. სამ შეჯიბრს. ეგ თუ არ წაიქეცი. თუ არ წაიქეცი და თუ მოგება გინდა და ეხა ვიჯბი ბოლო არ და ფინიშო და იარო, არც არაფერი არ გინდა რა ისეთი. ხო, ანუ ელემენტარულად ივლი კი, მაგრამ ეხა ქართველები ძალიან ისეთი ამბიციური ხალხი ვართ. ამბიციური, იმიტომ ვართ 4 კაცი, რომ ყველას, რა ვიცი, აი ბოლოზე ვერ გავალ და მაგიტო არ გამოდიან. ხო, რა ეგ კიდე ცალკე საკითხი არა, მაგრამ მაგისი ეშინია რა ეგ თუ შიშია არ ვიცი. აი ბოლო არ გავიდე. მაგიტო არ გამოდის ძალიან ბევრი. ალბათ აი სპონსორების დაინტერესებს, მაგრამ სპონსორებიც ისეთ რაღაცა ხალხზეა მიბმული რა, დაინტერესება ხალხს ხდიან ალბათ თუ იქნება. შეგიძლია აქცენტი შენი სპონსორი. თეგეტა მოტორსი, მოტული. შვენიერი, ძალიან კარგი არის, რომ უდგანან ვიღაც კომპანიები. კი, პლასმასები მიყიდეს, მოტო მოვამზადე, რა არის დასამალი 5,000 ლარი მომცეს, მაგრამ აბა წრიული. ხო და ეხლა მაიკით დავდივარ, ხან დინოზე მოტული ის გავაკარი ბანერი. ხო, კიდე რა ვიცი, და ვცდილობ რომ გამოვაჩინო რა. ხო, რა იცი? ბოლო დრაგზე გამოვალ რა. კარგი იქნება, რომ აი გადმოდგეს რაღაც ნაბიჯი, ხო? დაგასპონსორეს და კარგი არის, რომ შენ რომ მე ამ რაღაცას გაუმართლებ და მიხვდებიან, რომ ხო, კაია რა, ამ სფეროში რო ვდებთ თანხას ვასპონსორებთ, თუ ეხმარებით, რომ აი სახელი, ხო, ეხა ალბათ ფინანსური შემოსავალი იმით, რომ რაღაცა ეხა ჩვენ მოტოციკლებზე აგვიკრეს რაღაც სტიკერი, ალბათ დიდი არაფერი, მაგრამ სახელის თემაში რა და მე ამას სხვაც მიბაძავს. ძალიან მაგარი იქნება. და არ შემიძლია რომ ხსენო. აი მე უკვე კონკურენცია სპონსორებს შორის რო იქნება. კი, უფრო მეტი კი დაიხარჯება. ხო, მაგრამ ის არის, აი რაღაცნაირად ეს სპონსორებიც ტვირთია რა. პასუხისმგებლობის თემაში. რო გაქვს ძალიან რთულია რა. 2 ლარიც რო მოგცენ, აი საბურავი რო გიყიდონ, ან ჯაჭვიან რაღაცა, მაინც ნერვიულობ რა და. ეგ მეორე ის არის უკიდურესობა. ხო, მაგრამ მაგის გარეშე რამდენად რეალური არის ესე ბოლა და სიარული და ჯერჯერობით ჩვენ 4 კაცი რაღაცას ვისაუბრებთ. ხო და ეს 4 ხო უნდა გახდეს 8, 16, 32, 40. ხალხი არ მოდის ხალხი. ყველას უნდა კლავიატურით ხო რო წერენ რომ მინდა გამოვალ, გეკითხება რომ მივალ რო გამოვიდე ეს რა ჯდება, ის რა ჯდება, რა უნდა მეწვას. მაგრამ არავინ არ მოდის. მაგრამ მაინც ვთვლი რომ სპონსორობის გარეშე ძალიან რთული არის შენი ხარჯებით ამ ხელა რაღაცებს შეეჭიდო, მართლა ვალები დაიდო, თან იმოვალის გასტუმრებას მეორე წლამდე ვერ ასწრებო და ჩვენო სესხები. მაგის სესხები ასწრებდა. ხო და მეც არ შემიძლია არ ვახსენო ახლა მე კი შეიძლება რბოლა დავიწყე და რაღაცა სამი ეტაპი ვიარებ. YouTube-ზე მყავს სპონსორი. ჩვენი სპონსორი არის Pit Stop Moto და ძალიან დიდი მადლობა მათ რომ აი ესე ვახერხებთ. მე ვთვლი რომ კარგი საქმის კეთებას, იმიტომ რომ რაღაც ინფორმაცია შეიძლება ქართულ ენაზე და ქართულ მოტოსპორტზე ჩვენი არხიდან მაყურებელმა და მსმენელმა გაიგოს რა და აი ამ ამბებში ძალიან აქტიურად გვიდგას Pit Stop Moto და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ. სხვათა შორის მეც მინდა მადლობა გადაუხადო Pit Stops. ნაწილი მჭირდება, საბურავი მჭირდება, ბევრი რაღაცა. კი, შარშან მეც ძალიან ისე დამიდგნენ გვერდში რა, ყველანაირად ეკიპირებითაც და საბურავები რაც დამჭირდა რა, ელემენტარულები რომ უბრალოდ გამოსულიყავი, ყველაფერში აი მართლა რა, არ ველოდი.
იმიტომ რომ მაშინ მithumetes ახლა ისე არც ვიცნობდი, არც თანამშრომლობდით არაფერი მსგავსი რა და უბრალოდ რო გაიგეს რომ ტრეკზე მინდოდა სიარული, რახანს ტრეკზე გინდა სიარული. აი ეს რაღაც რა ჯიგრები არიან რა ერთ სიტყვით. აი, ანუ ის ბიძია გაიჩიტა, ხო? ხო. სადარბაზოში შეგიძლია. გაიჩიტა, მაგრამ რატომღაც მე ისე მოხდა, რომ მე ხო შარშან ბევრი ვერ ვიარე. ანუ პირველ ეტაპამდე ხო თქვი ორჯერ ვივარჯიშე, პირველი ეტაპი ვიარე, მეორე ეტაპამდეც ორჯერ ვივარჯიშე, შუაში ერთი თვე რო გქონდა ესა და უბრალოდ არ იყო ერთი თვე, მალევე ჩატარდა, მე მგონი, იმიტომ რომ პირველი ეტაპი ჩატარდა გვიან. ხო და მე მეორე ეტაპზე დავიმტვე. აგვისტო დასვენება იყო. ხო, მე მეორე ეტაპზე დავიმტვე. ეგ იყო ერთი თვე პაუზა. მანდ ვიწექი. ოპერაცია რო გავიკეთე და ისე რომ არც მივარჯიშია მესამე ეტაპზე გამოვედი, აი პარასკევს ავაწყე მოტოციკლიდან. ხო, შაბათს მე უკვე გამოვედი ისე რა, შედარებით მოხოდილი და ძალიან უკმაყოფილო ვიყავ. ეგეც ხო იცი რატო წაიქეცი? კი. ნაკლები პრაქტიკა გქონდა. ნაკლები პრაქტიკა, ბევრ რაღაც მაგ მონაკვეთში ზოგადად რა, აზრები ძალიან ისე გაიყო რა. იმის ბრალი, ამის ბრალი. მე მაგალითად კიდე იმის ბრალი, ამის ბრალი არ მაინტერესებს რა, ანუ მოხდა და რაღაც მომარა. რეალურად იქ ბევრი რაღაც მოხდა, მე ვიდეოს რო განახი, უფრო დეტალურად მიხვდა. მე მგონი მაქვს ნახე. იმიტომ რომ მანდ ისე თემა იყო. ჩემი გადმოსახედიდან. მე მგონი შიდა ტრაექტორიდან ჩაგიხდა, ხო? არა, როგორ იყო, იცი? მე შევდიოდი, ანუ გამაზა დააგვიანა დატორმუზება და ხიდის ქვეშ მარჯვნივ მოსახვევში. ხო, კი, ხიდის მერე მარჯვნივ. ხო, მანდ შევუხვიე აპექსთან და შემოვიდა შიგნით. ანუ შიდა ტრაექტორიაზე შემოვიდა, ოღონდ რანაირად ვერ ხვდები, რომ იქ კიდე მარჯვნივ უნდა გაუხვიო რა და მე აქეთ ვიყურებოდი, მოსახვევში ვიყურებდი და აქედან ვერ ვხედავდი რა და აი ბოლო მომენტში უკვე არც მესმოდა, ხო? არა. არც არაფერი არ მესმოდა. იმიტომ რომ ნელა მოდიოდა. სტოკი გამშვები ქონდა. მაგიტო. ხედა, სტოკი გამშვები არ არის უსაფრთხო. აი მართალია, მაგრამ მე რო არ მქონდა, იმიტომ არ მესმოდა. ემოთხი რომ მეყენა, მაგიტო არ მესმოდა მეც. და ეგეთი რაღაც მოხდა რა. საბოლოო ჯამში ხარ, რო თქვა, უკმაყოფილი ვიყავი მეთქი მე ჩემი შაშანდელი შედეგით. თავარია მონაწილეობა მიიღე გამოცდილებაც. გამოცდილება მივიღეთ, ან ისეთი რომ მართლა შეუდარებელი არის და აი ხო ვიძახი რომ მაგის მე ქალაქში სიარული მე მოტოციკლეთ სპორტბაიკით აღარ მინდება რა. ვეღარაფერს ვეღარ ვკაიფობ, იმდე იქამდე იყო რაღაცა ყველაზე გაწევია. წლები არ მივლია ქალაქში. და მან ვიარე, მაგ დღეს ვიარე 2 და 5-ში. მეორე საღონკუდარო. ხო, და აი ჩემს ეგ როგორ იყო, იცი რომ აი მეგონა რომ ძალიან ცუდი შედეგი იყო რა. შენი კონკურენტი იმუქრება. წუთი 50-ში უნდა ვიარო. ედიკა? ედიკა შაშან მაგრადია რა. წუთი 50-ში 54 თუ 55-ში არის შაშან ედიკა. 50-ში ასე თუ ისე კიდე შეიძლება, მაგრამ 59-ში ვერ ივლის. 50 არ თქვა. ხო, 50 თქვა. მაგრამ ბევრი ვარჯიში უნდა. ხო, არა, ვარჯიში რა თქმა უნდა. პლუს ხუთშაბათი დღეც არ არის. ხო. ყველას კივილია მე მგონი. ერთი რაღაც შემიძლია შევთავაზო, ჩემთან დავიტოვებ ხოლმე. სახში დარჩეს და იქ ცოტა მეტი იხადოს. ოპა, ეს არის უკვე გამოწვევა. ედიკასთვის. თუ რამეში დავჭირდები, შემიძლია მექანიკოსიც ვიყო. შვენიერი. აი ესეთი ხალხი დადის ტრეკზე. აღარც მეზარება ეხლა სიმართლე გითხრა. ტრეკზე სიარული უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ არც მივლია, ყველა ვარჯიშობს ეს სხვათა შორის, ყველა რა ორი კაცი. ყველა ორი კაცი ვარჯიშობს. ერიკა ვარჯიშობს, რობანა ვარჯიშობს. აზერებმაც იარეს, მაგრამ შეჯიბრზე არ გამოდიან. არა და მაგათი იმედი გქონდა, რომ კლასში შევსება. დაგემატებოდი. კლასში შევსებას რამდენი კაცი უნდა? სხვათა შორის რა? ჩიკოვა და მიკა. ეს ამოჭრაც. არა იყოს. ხო და ის რა ვლაპარაკობდით, 8 კაცი მაინც უნდა იყოს თორე სტარტზე, თორე უკვე სირცხვილიაო და მართალიც არის რა. 8 კაცი მინიმუმ თუ არ იქნება სტარტზე აზრი არ აქვს. და რავი, ნახოთ რას გადავყვეტე. ფედერაციაზეც ალბათ არის რაღაცები სალაპარაკო, იმიტომ რომ ბევრი საუბრობს რა. ბევრი ფედერაციისკენ იშურს ხელს, ბევრი ამბობს რომ ხო, ნუ უმბრბოლელები არ არიან, მაგრამ რეალურად ცოტა ყველას ბრალია. ხო. ცოტა ყველას ბრალია. ჩემი ბრალი არ არის ხელი გაიშვირო, ჩვენი ბრალიც არის. ალბათ ნაკლები რეკლამა, ნაკლები პიარი. ან ცოტა ნელა უნდა გვევლო, რომ სხვებით გამოვიდა. იმედი მიგეცათ ხო?
აი ცოტანელა რო გევლოთ შეიძლება მეც დავფიქრებულიყო. ცოტა ყველას გეყი. ხო, აი მეც რაღაც აი მანდوار რომ არ შეიძლება რა. რაღაც სამწუხაროდ ხდება ეგრე რომ ყველა ვიღაცისგან იშვერს ხელს და რეალურად საქმე რჩება იქ სადაც არის. ეს ადგილზე ბუქსავთ, ჭაობი. ხო და მაგრამ კიდე ერთხელ ვიძახ მართლა იმ მრბოლელებისაც მესმის და რაღაც თემაში ფედერაციასაც მესმის, იმიტომ რომ ფედერაცია რო ხარ და ხარჯავ რაღაც თანხას და მართლა 4 კაცი გიდგა სტარტზე. ხო, გეტყვიან რაში გაძლევთ ფულს რა 4 კაცი. წადი რა ჯოკერი თამ. საინტერესო სანახავი იქნება. ამოთ კაცი მე მგონი ჩავკოლავენ. ეხა რეალობა ვესაუბროთ და რეალობა ეგ არის და ვისაც უნდა ეწყინოს კაცო, ცივი წყალი, წყალი და ლი. აუ წყალი. Red Bull. ჩვენი სპონსორი არა Red Bull. მაგრამ დამალე. კაია პირის გასვლება. ხო. ამოვიდა ეს ტრეკი, სხვა რამე გითხე. სხვა რა ანუ აი ნერვები მიშლება. მაგიტო მოგიყვარა რომ ნერვები მოგშლოდა და მე რა გელაპარაკავაზე რაღაცე. ხო და შიდა სამზარეულო გავთქვა. ინდა ვიღაცებზე ვიჭოდა. ავა. ნალეკიან. აი თურქულ ცოტა რო რჩება რა. სამკითხო გინდა? მე წერა. გადმოტრიალო რაღაცა ეგეთი რაღაცე. ხო და აი შარშანდელი შენი წრიულიც მოდი გავიხსენოთ. შარშან გადახვედი შენ იდედა. დებიუტი მქონდა litrებში კი. და სხვათა შორის ძალიან ანუ შარშანდელი სეზონი ძალიან დაძაბული იყო თქვენ სამთან რა. იმიტომ რომ ერთი და იგივე ქულებთ იყავით და ბოლოს და ჯიჯის ერთი ქულები ხარ. ხო ანუ 52-ები გქონდათ მე მგონი 3 ბოლო ეტაპამდე. ხო, კი. ხო და აი მან უკვე რაღაცა ისეთი დაძაბულობა იყო რომ აი ბოლოზე რა მოხდება და ის რო წვიტავს ყველაფერს. მე ძალიან ცოტა ისე ვარ მეხსიერებასთან რა ძალიან მოვიწყდება ხოლმე, მაგრამ ეხა დავწევა ქონებას გავიხსენე. ერთი მახსოვს რომ კვალიფიკაცია არ ვიარე, იმიტომ რომ საბურავი აღარ მქონდა და დავისტარტე ბოლო. სპრინტზე. ერთი ეგ მახსოვს და მეორე მოსახოვში წავიქეცი, იმიტომ რომ დიდხანს ვიდექით სტარტზე და ეს ცხელის ლიგები გაცივდა. ხო, მანდაც მახსოვს ეგ. ზედმეტად გავხსენი გაზე, იმიტომ რომ მესამე მივდიოდი და მეთქი აქ მეორე მოსახოვში ის შენი. მეთქი დავაჯდები ეგრევე და ცოტა ადრე გავალ მეთქი, მაგრამ გასრიალდა. სანამ მოტო ესე იყო ტრიალა და ესე საბურავებთან გაიჭედა. ფეხზე იდგა. მანამდე ვიცოდი უკვე რა უნდა და რა უნდა შემეცვალა, ეს სად უნდა მეყიდა, ის რა ღირდა. მოასწარ. რამდენი იყო დრო შეჯიბრამდე დარჩენილი რომ წავსულიყავი გამეკეთებინა, რა ქონდა გაფუჭებული. ყველაფერი სანამ მოტოციკლეტი გაჩერდა უკვე ვიცოდი. მივედი უსვათ ჩავაქრე და იარე. მაგ დღესვე. წამოვიყვანე მოტო, გავრეცხე, სუსტალახიანი იყო რა, ყველგან ტალახები იყო შესული, გავაკეთე რაც იყო გაფუჭებული და საბურავი შევცვალე, აი მან დაუშვი შეცდომა. წინ მეყენა 125-70-ზე, მაგის წყვილი არის 265-ზე. უკან დავაყენე 260-ზე და წინ იგივე დავტოვე. ეს პრაქტიკაში არავის არ ქონია რა. ალბათ არსად. ნუ ჩვენთან მოჭველი ვცი რო არ ქონია და ევროპაში კიდე ეგეთი რაღაც რო ვთქვა დაგცინებენ. ხო და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი, ეგ არ უნდა მექნა რა. მოტოციკლეტი დადგა ესე. ხვირი ჰაერში და ვაფშე არ უხვევდა. აი საერთოდ არ უხვევდა. ნუ და ვერ ვიარე შეჯიბრზე მაგის გამო. პლუს ტორმუზი ჩავარდა. ჰაერი იყო შესული რა მილში. მუხრუჭის მილში ჩავარდა ტორმუზი პირდაპირ გავიარე კინაღამ. მანდაც მახსოვს ეგ მაგის ვიდეოც გქონდა შენ მე ამოღებული. მაგრამ მაგის და მიუხედავად ძალიან ხმარობდი უკანა ტორმუზს, ოდნავ ტორმუზებდი იმითი წინა მუხრუჭით და დაუნშიფტით ვაჩერებდი და მაგის და მიუხედავად ერიკასაც და ელიარსაც ამოუღი დისტანცია და უკვე შეტევის პოზიციაზე ვიყავი, რა დროსაც ელიარის და ჯიჯის შორის კონტაქტი იყო ქვედაესთან და უკვე ჯერ ყვითელი დროშები იყო და იქ გადასწრება არ შეიძლება რა. მაგრამ ყვითელ დროშამდე მქონდა მანძილი, შემეძლო გადამესწრო. მაგრამ აღარ გადავასწარი რატომღაც რა. რო გადამესწრო ერიკას გადავასწრებდი ყველა ვარიანტში და ქულებით მეორეზე ვიქნებოდი საერთო ჯამში. ო მანდ ისეთი რაღაც მოხდა საერთოდ. აუ. ეგეც. რამდენჯერმე გადაახვიეს და ხო. რა ვთქვი, ძალიან ჩახლართული იყო, მაგრამ ცოტა ის მოკლედ საერთო ჯამში მესამეზე გავედი.
ხო, მაგრამ დებიუტისთვის როგორია? უკეთესი შეიძლებოდა. არა, უკეთესი რა თქმა უნდა შეიძლება. სხვა შორის მე მახსოვს მე რო დავიწყე სკოლა, აი ეგ 2-5-ში რო ვიარა, მეთქი რო გითხარი რა. მან შენი დამსახურება იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ საბურავების წნევა ისეთი წნევა მითხარი. ხო. რო ჩვენ და საბედნიეროდ რეგლამენტში არ არის მაგაზე შეზღუდვა, რა წნევითაც გინდა გადი თუ გინდა 0-ით გადი. და ჯერჯერობით ეგ პატარა ის მან ეგ ძალიან დამეხმარა რა. იმიტომ რომ თავიდან დავგუგლე და იმ წნევით ვიარე. და გუგლული მოხვედი. გუგლული მივედი რა. ვერ ვგრძნობ ისე კარგად და თეორია ერთი, ანუ პრაქტიკა მეორეა რა. პრაქტიკაში ჩვენ ტრეკზე და ამ საბურავზე ეგ წნევა იდეალურია. აი ერთი წრე უნდა გაახურო და მეორე წრე აი იყოს მოჭიდება ისე კარგად ვიგრძენი რა მოსახოვში რა. რომ თავდაჯერება იმდენად მომეცა რომ მე მაგის გამო მომივიდა საერთოდ ეგ შეჯახებაც. იმიტომ რომ უკვე ხო იქამდე ვაპირებდი მე გადასწრებას. უბრალოდ იქ როგორ იყო, იცი, ჩემ წინ ორნი მიდიოდნენ და ხიდამდე სანამ მიხვალ სწორზე მეორე მოსხოვი და რომ გამოდიხარ, ერთი მეორეს ასწრებდო და განიგანზე იგნენ და აუ ეხლა მესამეს ვეღარ გავხვალ რა, აილეწები მე იქ ვეღარ შეხვალ მოსხოვში და უკან ჩავდექი. და მან დავინახე რომ გამაზა რა, ეგ და მეთქი всё, შევედი და გავედი. შევედი და ვეღარ გავედი. პირდაპირ წახოდი, მაგრამ უყურე ხა რა ხდება? მანდაც გამოცდილება გინდა ჩვენგან განსხვავებით. ეგ არის time attack. მან ისეთი ტაქტიკით უნდა გახვიდე და რიგითობითაც ისე უნდა გახვიდე და იმ ხელა დისტანცია დაიჭირო რომ არავინ შეგხვდეს და ერთი წრე ამოვარტყა რა. აი როცა იგრძნობ რომ უკვე კაი წრე ქონდა თუ არ გიყენია და არ გიჩვენებს რა დროში იარე წრე. რო იგრძნობ რომ უკვე კაი წრე იარე, ალბათ უფრო უკეთეს ვეღარეული, იმიტომ რომ საცობი გეჩითება რა. ხო, აი მაგან დამღუპა რა. იმიტომ რომ მე არაფერი არ მიყენდა და შეგრძნების დონეზე როგორ ვიყავ, იცი რომ ყველა წრეს უმატებდი. ყველა წრე უკეთესი და კიდე მინდოდა რომ კიდე ჩავმეკლო რა. და 2 და 5-ში რო ვიარე, რაღაცნაირად კმაყოფილი ვიყავი. ნუ დამტროვის მერე კმაყოფილი ვიყავი, 2 და 5 მქონდა დაფიქსირებული. და მაგის მერე რომ საერთოდ რო არ მივარჯიშია და რო ავედი, პირველად დავჯექი შეჯიბზე, პირველ იმაზე რა, სესიაზე. და მანდ ვიარე რაღაც საშინელება ხო. აი ჯერო სხეულის სისაგაკ დარჩენილა რო არ მოყვება რა. მეორეზე შედარებით გამიხსნა და მეორეზეც საშინელ დროში ვიარე, მე მგონი 2 და 9-ში ვიარე თუ რაღაც ეგრე რა. ისე ყველას ავალის მერე ყველა ნელდება. ხო და მე ძალიან ისე წარმოდგენა მქონდა. თქვა თუ ეხა ამ პარტავნობაში არ ჩამომართვეთ, ალბათ ჩემს გარდა. არა გაქეგ. ხო, აი მე პირიქით. თუ წავიქეცი უკვე ვიცი რომ სად არის ზღვარი რა და მივდივარ იქამდე ჩვეულებრივ. ხო, აი ჩემთან ეგ იყო რომ მე ზღვარის გამო არ წაგწეულო რა. მე იმენა რაღაცა ის მომივიდა და მაინც ვერ გავიგე ეგ. სად არის, სად არ არის. ხო, ჯერ მე ალბათ ზღვრამდე რომ მივიდე. ძალიან ბევრი მაკლია, მაგრამ მე პირველად რო ტრეკზე შევედი 2.20 მქონდა. სუსუ პირველად ჩემ ცხოვრებაში. არა, პირველად რო შევედი, ალბათ მე უარესი მექნებოდა. 20-ზე მეტი მექნებოდა წესით, ეხა არ ვიცი არ დამეცნია, მაგრამ ხო, მაგრამ ხა და რამდენჯერ გამომედია, იცი, სტორი მონაკვეთი? ფანზე რო ვიყავი მიჩვეული ესე 300. ჩააჭერდი და წახვიდოდი ხო? 300-ით რო დავდიოდი ვიდეოებს რო ვდებდი, ვითომ მაგარი ბიჭი ვიყავი. შეხვედი, მე ხო გიწერნენ ხოლმე კომენტარებში მიდია, բայց მე მანდ რო აჭერს ორს. ხო, სხვათა შორის მაგან განაპირობა ჩემი ტრეკზე წამოსვლა რა, ეგრე რომ მიწერდნენ კომენტარებს, რომ ეგრე ჩვენც დავდივართ 300-ით აბა ტრეკზე წამოდი თუ მაგარი ბიჭი ხარ. წამოვედი. წრიული რბოლა არის ყველაზე მაღალი დისციპლინა, ხო? მოტო შეჯიბრებებში. კი. და აი მაგას ვერ ხვდები. ნუ თან ხო ხვდები რომ რაღაცა ეგეთი რთულია და რაღაც უფრო ნაკლები მონაწილე ყავს, მაგრამ რაღაცნაირად ხო უნდა ქონდეს იმის мотиваცია ადამიანს, რომ აი მოდი აქ გავალ, აქ ვწდი რა, იმიტომ რომ დრაგზე ძალიან ბევრი მონაწილე არის ხოლმე. დრაგ, აი, მარტივია. ხო და იქიდან რაღაც სურვილის თემაში დრაგზე არის ძირითადად არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ძირითადად აი კოფეინის სასტავი რა. ბირჟის სასტავი. დააგრძელე მოდო ჩააჭირე. ხო და წრიული ძალიან რთულია. ყველა ვერ შეძლებს იქ. მატერიალურსო თავიდან ანება, ემოციურად არის ძალიან რთული. ემოციურად რატო რთული? იმიტომ რომ ეხა რო ბლატავებ რომ აი მაგარი როჟა ხარ და რაღაცა და იქ რო ვერაფერს ვერ იზავ, ეგ უნდა გადალახო რა. უნდა იცოდე რომ ვერაფერს ვერ იზავ რომ მიხვალ. მაგრამ 1 თვე 2 თვე უკვე შედეგს დადებ. მაგრამ არავის არ უნდა რა, ყველამ უნდა რომ ყოველას უნდა პირველზე გავიდეს და
ებე მან ზედაიში რო გავიარე იცი ეგ შენ ზედაიში მოკლეს გადავჭერი მე პარები გადავჭერი მოკლეს ეგრევე ისე სხვათა შორის ქვედაიში მე ვცადე სპეციალურად რა მარჯვენაში ხო შემოდიხარ და მარცხენაზე თანმანდისა დასხმულია ხო და ძალიან ბევრი იქცევა მანდ იმიტომ რომ მანდაც გადავიარე კაი მაგ დღეს მაგ გადავიარე მანდ გადავიარე სპეციალურად მაგრამ დროში პირი ცუდი დრო მქონდა ხო მანდ მეც გადავიარე რა და ეგ მაინტერესებდა მეც მაგრამ ის არ მეყენა მე დრაგი და ვერ ვნახულობდი ვერაფერს. სადაც ჩემ გონებაში ხო ხდება გზამოჭერი და შედარებით სწრაფი. ძალიან ის როდის ჩქარდები და ის შესული ეგრევე გაგივლის. ხო და აი ფსიქოლოგიური მომენტი რაც შენ თქვი რა. მეც მქონდა იმ თემაში რომ ხო გონია რომ რაღაცა იცი და მე ვამბობ ეხაც რომ მე არაფერი არ ვიცი. აი არსად არ მისწავლია რა. მე რა ვიცი. ჩემი თვისწავლე რაღაცაები და ისიც ხო ისე თემაში რა და ესე ვიღაცა რაღაცას რომ მირჩევ როგორც შენ მოხვედი ედიკა კი არა და ერიკა მოვიდა რაღაცა მირჩია იქ ჯიჯი რაღაცა მითხრა და აი ესე რაღაცას რომ შეაკოწიწებ ხო იცი თორე ისე არაფერი რა და ისე ერიკას უსმინე ხოლმე. ბევრი რაღაცა იცის თეორიაში ძალიან მაგარია და ახსნის უნარი აქვს მაგარი რა ყველაფერს ისე აგიხსნის აი როგორც მასწავლებელი რა ეგ ძალიან დიდი პლუსია ერიკას თემა ძალიან დამეხმარა რაში იცი რომ მე მოსოხოში შევდიოდი მოტოციკლეთზე მყარად ვერ ვიყავი სულ მეგონა რომ ცურდებოდი რა და მე რო უთხარი ხოლმე ხარ რაღაცა ისეთი მითხრა აი პეგზე როგორ უნდა გიდოს სწორად ფეხი ან ქუსლის თემა რა რომ მყარად იგრძნო უბრალოდ აი როგორც ქალაქში დადიხარ ხო იცი და ეს თქვენთვის მარტივია ხოლმე ხარ მე მაინც ეგრე მიდგას ხო და აი ეგრე ვიყავი რა და მე მაგან ამიხსნა და გამიმარტიო ბევრად რაღაცეებში საქმე იმიტომ რომ ტანის პოზიციაც მე უკვე ტანს ვატრიალებდი და იქამდე ტანს ვერ ვატრიალებდი მე რა ხო ერიკა მასწავლებელი მაგარია ხო ასე რომ შეგიძლიათ ერიკასაც ააკითხოთ ტრეკზე ასწავლის ხალ მოსწავლე მყავს მომწერი ხო ხო ძალიან მაგარია იმიტომ რომ შაშანე ერიკას მოსწავლე მეორეზე არ გავიდა ხო მოყაროლებში ხო მეორეზე თუ ჯამში მესამეზე ანუ მე ხო რა და ძალიან კარგად გამოდიოდა და რა მე მგონი ერთ თვეში რაღაც ეგ შედეგი დაადებინა ერთი თვე უნდა გაიჭირო რა ის კანდიდების მანია არ უნდა კონდეს თუ მართლა გინდა მოდი და დაამტკიცე ესე რა ლაპარაკობენ ბევრზე ანუ ერთხელ პადოქზე ვდგევართ შეჯიბრის წინ და ერთი ეკითხება მეორეს რა ვერ ვიცანი ვინ იყო შენ რატო არ გამოდიხარო და მე რო გამოვიდეო ეხა ამათმა რაღა უნდა ქნანო და ეს იყუმრა თუ არა არ ვიცი სერიოზულად აი ჩემო ძმაო აღარ ვთხარი აღარაფერი ან რა უნდა მეთქვა იმას უთხრა ვერ იცანი ხო არა ვერა ხო და ეგეთი ხალხიც ბევრია არა იყვნენ უბრალოდ ამოვიდნენ და იარონ ანახონ ხალხს მაგაც მარო იარონ მე არა კაია რა არის იცი ეგეთმა ხალხმაც რო იაროს აი სიტყვაზე ხო 100 კაციდან ვაფშე ცალკე კლასი რო გავუკეთე 10 კაცი მაინც ხო დარჩება და რაღაცას ისწავლის და დაამბობს ვისაც მართლა მოტოციკლეტი და რბოლა უყვარს ზოგადად რბოლა მანქანით მოტოციკლეტით არ აქვს მნიშვნელობა ერთხელ რო ტრეკზე ამოვა ის ვეღარ შეეშვება ტრეკს ხო აი ეგრევე მეც ეხა ფინანსებს რაღაცებს რო მე იდეაში წელს კიდევ მინდოდა მოტო ბოლომდე ისევ არ ამიწვია პლასმასებს ვიძახი რა იზოლენტებით მაგაკრული მაგრამ მაინც მინდოდა გამოსვლა რა ისე იძახიან ჭორის დონეზე ვიცი რომ ტრეკდები იქნებაო რა ანუ პირელიდან ვიღაცა ჩამოვაო იქ ინსტრუქტორი ჩამოვაო და რა ვიცი ვნახოთ ძალიან მაგარი იქნება ეგეთი ტრეკდები იქნება მეც მაგ გაგონილი ეგჭორი რომ იქნებაო ძალიან მაგარი იქნება რა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩვენი ტრეკის პირობებში ალბათ 42 ალბათ წუთი 42-ია ხო მაგას ქვევით ვერ ჩამოხდა აი ნოდო იძახდა რომ 43 ვივილიო ხო შეიძლება კი კი არა და მივლიაო ეს საჩორტა არ დაიქცა სხვათა შორის ეგ მეორე მოსახოში ზუსტად იქცა რასაც მივიძახდი იქით ტვერში კი გვახსოვს მე მგონი ყველას რაც მოხდა და როგორც მოხდა ტრეკი მაინც გავწმინდოთ ელემენტარულია
ჩემი აზრითაც აი მან რაც თქვი რა წვიმამ წამოვიდა 10 წუთით შეჯიბრამდე. ეხლა რუსთავში ხომ ალეშრება რა უცებ მზერო დაადგება ყველაფერი დუღს. და ქვედა არა ზედა ესთან იყო თუ ქვედა ესთან იყო გუბეები დადგა რა ქვედა ესთან სულ გუბეა და მარცხენა მხარეს თუ წინა დღეს ნაწვიმია მარცხენა მხარეს უკვე რო გადიხარ ესიდან ახლოს არ უნდა გაიარო რა იქ ლამი რჩება თვალში არ ჩანს მაგრამ რომ მიხვიდე და ესე ხელი გაუსვა ტალახი ძრება რა ასფალტს და იქ ცოტა ჯობია ნელა გახვიდე მაგ მოსახვევიდან ხო და მოდი აი ეს რაღაცები მოვაწესრიგოთ და ხო ვიძახი მე წელს იმიტომ გადავდგი მე იზნა ბიჯი უკან რა სოპირებდი რომ წინ გადამედგა რომ ის რაღაც შეღავად რაც იყო იდეაში რომ შემეძლო რომ რავი რაღაცა ჩემი სახსრებით რაღაცა გამიღო და ამაში დამეხარჯა ჰოპ და გათენდა ერთი ჩვენიერი დილა და თუ კითხულობ რომ იცით რა ეს გაუქმდა ხო და სხვათაშორის მე მან დაწერა რომ მაგრამ უკეთესი სიახლეები დაგიბრუნდებითო მაგრამ ყოველი კვირა არის დაკავებული და ივენთია და ეგ არის ალბათ უკეთესი ალბათ ხო თორე ანუ საყურებლად თუ მივართ ხო ანუ რავი რატომ წყვიტობ თქოს ისეთი რაღაცა გადავიხდი ანუ მართლა ოღონდ პირობებიც იყოს შესაბამისი მაშინ რა და თუ პირობებს ვერ ახერხებ რომ შექმნა შესაბამისი მაშინ ფასი დაადე შესაბამისი იმ პირობებს რაც არის ეხლა ჩვენ ლაპარაკს უსმენენ და იცინია რა ხო მაგრამ რაღაცა ხომ უნდა იყოს ანუ მოდი მაშინ ყველაფერი გავაოქმოთ აღარც თქვენ ოთხნი აღარ გამოხვიდეთ არავინ აღარ გამოვიდეს და დრიფტი მანქანების დრაგი მაგრამ მე ამ სფეროზე მაქვს ლაპარაკი აქ რაღაცა ტრეკს არ აინტერესებს მოტოციკლეტი აი არანაირად იმიტომ რომ არა ვართ მაგათვის სარფიანი და მომგებიანი ხო მაგრამ ხო არსებობს რაღაც აი სიტყვაზე მე რო დღეს YouTube არხი მაქვს ამ YouTube არხიდან შემოსავალი მაქვს 0 ანუ შემოსავალი კი არა გასავალი მაქვს მაგრამ მიყვარს ეს სფერო და ამისთვის ვაკეთებ ხო რაღაცა ხო არის კი მესმის ბიზნესი და საქმე მაგრამ როგორც ბიზნესი ეგრე რო უყურებდი ხო არ გავაკეთებდი როგორც ბიზნესი ალბათ საერთოდ ტრეკს არ გავაკეთებდი აქ მაგრამ ხო არის გაკეთდა და რავი ახლა შემოსავალი ჩემი აზრით აქვს იმდენი რომ ის ფულებს ხო არ დავითვლით ხო არა აშკარად არ ვთვლი მაგრამ ნახე რის თქმა მინდა რა რომ კი მესმის ხო ბიზნესიც მესმის საქმეც მესმის ფული შოვნას ყველაფერი და ძალიან კაი არის უნდა აკეთებდეს კიდეც ფულს უნდა რჩებოდეს კიდეც და უნდა ანვითარებდეს კიდეც ამ ყველაფერს მაგრამ სადღაც ხო არსებობს ის რაღაცა შენი სიყვარული ენთუზიაზმი რაღაც რომ გინდა რომ ესეც განვითარდეს რა იმიტომ რომ აქ მარტო ის ხო არაა რომ ეხა შენ გადაიხადე 200 ლარი და იარე რა აქ ხო ისცა რომ შენც რაღაც შენი წვლილი შეგაქვს ამ სფეროს განვითარებაში რა ესეც უნდა არსებობდეს უნდა არსებობდეს მაგრამ ჯერჯერობით არ არის მეორე ტრეკი ავაშენებ და კონკურენციაში და მეორე კიდე ჩვენი ტრეკი არ არის მოტოციკლეტისთვის განკუთვნილი რაც მთავარია ანუ გასავარდნი ზონები არ არის არ შეიძლება აქ მოტოციკლეტით აი ჩვენი ტრეკის კონფიგურაცია რომ ნახეს უცხოელებმა რო ვაჩვენე აქო ძალიან ბევრგან უნდა დავაყენოთო აირბაგებიო რა ანუ გასაბერი ისინი რომ ანუ რო ეჯახები ნელ-ნელა გაჩერდე თორე სხვა შემთხვევაშიო აქო არ ჩამოვალ. რამდენი მონაკვეთი არის, სადაც ასფალტი მთავრდება, ანუ პარებრიკი და 2 მეტრში არის კედელი. ყველგან ეგრეა რა. ხო. ანუ გვერდზე აღარ ვიძახი რა. აი ზედა ესთან ქვედა ეს რო ჩადიხარ აპენდიცს რო ეძახი. მანდ რო მიდიხარ. აი მანდ რო ვერ დაამხრუჭო. სად წახვალ? კუკიაზე ეგრე. მანქანების ბაზრობას. კედელი გამომტრე ხო? ხო. თეთრუა შულს მიუჯდები გვერდზე მამუკას. ხო, და აი ეგეც ხო რა, ანუ როგორ რაღაცა იცი მე ვისი პასუხისმგებლობა. ისე ჩვენ ძალიან ბევრს რისკავთ რა. ძალიან ბევრს რისკავთ. ხო, ჯერ ერთი მაგ ტრეკზე რო დავდივართ, ნუ შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, მაგრამ მოტოსი არ არის რა. ხო, უბრალოდ სხვა არ გაქვს. არ გაიარე, გამოიარე, წადი რა. თუ არ წახვა. მე სხვა ეს ქუთაისშიც 10 წელი აშენდება ვერ ააშენეს. აშენდება. კი, კაცო. იქ თარჩუნებს აშენდება. ხო, და რა ვიცი, აი. короче, რაც უფრო მეც ვლაპარაკობთ, უფრო ინდასკვნამდე მიდივართ, რომ საქართველოში ეს სპორტი არ უნდა იყოს. იცი რა მე მინდოდა რომ ამ პოდკასტის მესია მონა. ვაი და დას. ხო, აი, ხო ვიძახი. ხო ვიძახი. მე დასალევი მოვიტანოთ და დაავლიოთ. აქ სხვა შორის შეგიძლიათ ამ პოდკასტში თქვენი სასმელი დადოთ. მეორე დუბლი ჩავწეროთ და ოცნების კოშკები ავაკოთ. მიდი, დაიწყე. აბა. ხო და ეხლა ეს მინი ჯიპები ხო ყავს. ბავშვები მოემზადებიან, გაიზრდებიან, ივარჯიშებენ რუსთავის ტრეკზე. თან ვისაც კაი დრო ექნება, უფასო ექნება იმათვის ვარჯიში რა.
ხო და მე ჩამოყალიბდებიან ნამდვილ ჩემპიონებად. უკვე იმ ეტაპზე მივლენ როგორც ფორმულა 4-ში ყავს, ხო? კობახიძე. ხო. ანუ მოტოს კუთხით მივლენ მანდამდე რა, ესეთი ის და ხო. დაპირება არის. ეს არის იდეალური ვარიანტი. არის იდეალური ვარიანტი. მე მაინც რაღაცნაირად მჯერა რომ იქნება რა. ჩვენ წავჭარდებით რომ არ და ევროპაში წავალთ. ღიპებს დავიგდებთ. შეჯიბზე გამოვალთ. ვიღიპი არ მაქვს. მე ნაკლები. ერთის ნაკლების საქმე მაგ გასაკეთებელი ღიპის დაგდება არ მიწევს. არა, ოცნებაც არ გვივაგა. შორი პერსპექტივა იყო. ხო, ანუ რაღაცნაირად მაინც მინდა რომ დავიტოვო რა ეგ. მოდიო ტრეკდეებზე ვიაროთო რა. რუსთავშიო, გროზნოშიო, მოსკოვშიო, ლენინგრადში, თურქეთში, ისტანბულ პარკზეო. ხო, ახლოს რაცა რის საშუალებაც. რა ვიცი. ისე ამ ფასად რაც ერთი სეზონი ჯდება ტრეკდეიზე შეიძლება ევროპაში წახვიდე და იარო ბრნოზე იარო ბოლო-ბოლო რა. არ არის ისეთ ასტრონომიურ ფასებთან დაკავშირებული, ხო? ხო, მაგას ვიზახი რა ფასები თითქმის იგივეა. უბრალოდ იქ ის ხარჯი გემატება რომ დასარჩენი საქმე რაღაცა ისა ის. აი ეს დებილი როა. რომელი? კადიროვი. რომელი? კადიროვი. ხო, ჩვენი მაგას. მაგას. დედას გებიცე ჩეჩნეთში, გროზნოში, იცი რა ასვალტი იყო? მაგათაც კი ბევრად მაგარი ტრეკი აქვს. ცოტა პატარაა, მაგრამ ბევრად მაგარი ასვალტია. აი, ქერბებზე მაინც გადადიხარ. ტრეკზე მიდიხარ სასტუმროში რჩები იქვე, იმენა ტრეკზე. აი, ძალიან შორს არიან ისინი რა. კი არ გვიყვარს ეგენი ხა. მეც არ ვიყვარს, მაგრამ ფაქტია რომ გჯობნიან რა. ხო, თუ გჯობნიან მაგათი. ხო, რავი, ყველა გჯობნის, აი მართლა ყველა გჯობნის რა. უკან უნდა დაუბრუნდეთ. ალბათ რომ რაღაც განვითარება დავიწყოთ, ხო? სხვა გზა არ არის. ჩვენ ამატარებელმა ჩაიარა ეგრე გამოდის, მაგრამ თუ რაღაც ის მიღწევა გვინდა, ეგრევე ხო ქუჩიდან ხო არა ყავს 20 წლის ბიჭი და მოდი აბა ნაკრებში ითამაში რა. ბავშვობიდან ავარჯიშებ და მე დაიწყებ სიგარეტის წევას. სხვათა შორის მიხანას ეხა რო უყურებთ აქ როგორც კი პოდკასტარიაში ვართ და პოდკასტარი არის დინამოზე. და მიხანა აქ ფეხბურთს თამაშობდა. ეხა ეწევი? არა, არც მაშინ არ ეწევდი. არა მომი სამაგალითო სპორტსმენი მიბანდა. ზატოპკა. ბავშვობაში თამაშობდი ფეხბურთს, მე მგონი 20 წლამდე. ჯორჯიაში ვიყავი. ტრეკზე ვილაპარაკოთ და იქ და როგორ გადმოხვედი აქ? როგორ გადმოვედი და ერთხელაც ვდგევარ მაშინ ემტრი მყავდა 36 იაპონური აი პატარა ვარ ძალიან რა. ამდენ 19 წლის. ძალიან რა. ახლანდელთან შედარებით პატარა ვარ და ვდგევართ გორში ბიჭები ბირჟაობთ. გამოიარა მოტოციკლეტმა შეაგდო უკანა თვალზე ესე გაიარა და მეთქი რა მაგარია რა მანქანა. ბურთი გადავაგდე კი. დანაჩავარდი დაჭეით ბავშვებო. ხო და მეთქი მინდა. სხვათა შორის ალექსამ გაიარა. ხო ნუ ჩვენი ახლობელია რა. კაზინო ქონდა გორში მაშინ და ხშირად იყო ხოლმე გორში. ხო და საწყალი სემა. ხო. სემას ყავდა ZX10. და მაგან დამისვა უკან გამატარა მასწავლა ტარება ZX10. ნუ მოკლედ მაგან ანბანი მაგან მასწავლა რა მოტოციკლეტის. ხო და მე ვიყიდე სხვათა შორის. ZX10. კი, ZX10 მოტოციკლეტი. მწვანე ZX10 ვიყიდე. ყველას ურჩევთ რომ დაიწყოთ გატურბინებული. ნუ მაშინ დამრიგებელიც არისო რა, არავინ ისეთი რა. ნუ ეხლა მანქანასთან ისეთი კარგი მაშინ დაბალკუბოტრას იშოვიდი საერთოდ. მაშინ უფრო ცუდი როჟა დებილი იყავი რა, მოდი ესე ვიტყვი და დაბალკუბატური ხდადიოდი. ეკოთი ოგეი. და ZX10 ვიყიდე 2007-იანი. იყო ჩემი პირველი მოტოციკლეტი 2012-13. ეგ პერიოდი იყო. ახალი გიყიდი. ნუ გარბენი ისეთი ხონდა რომ ახალი იყო მაშინ. იქიდან დაიწყო. ისე დამწყებებს, ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. რა დამწყებ
ბანალური შეკითხვა ყველა გამლეს რომ მაგას ეკითხები. სამი რჩევა მინდა. პირველი არ ვიცი, ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ ისეთი ადამიანი, რომელიც 2 ცილინდრიანი 650-ით ვერ დაიწყებს, იმას მოტოციკლეტი არ უნდა. ანუ ეს ისეთი ოქროს შუალედია რა. არც ისეთი არ დაგამტრიოს, ტორმოზი მაინც აქვს წესიერი. და ჩემი აზრით იდეალური მოტოციკლეტია, აი კალიბრი რა, 650 2 ცილინდრიანი, ან AX-ი, ან რამე Suzuki. სტრიტი. ისეც არ ხარ, ადვილად ატარებ და ესე ოქროსადღაც შუაშია რა. არც ერთ თვეში მოგბეზრდება. ხო, ეს თან იტყვი რომ 600-ზე. ერთი რჩევა. ხო, მეორე ალბათ უნდა იარო ყოველთვის ისე, აი მე ეგრე დავდივარ, თუ ოდესღაც მიწევს ქალაქში გადაადგილება, თუ ეს წლები არ მშდა რო არ, მაგრამ ეხლა რამოდენიმე დღის წინ მანქანა გამიფუჭდა და იძულებული ვარ მოტოციკლეტი თუ იარო, ეგეც 2-3 დღეში ერთხელ რა მეზარება მანქანის გაკეთება ჯერ. უნდა იარო ისე და ჩათვალო რომ ვერავინ ვერ გხედავს. და ნებისმიერ დროს შეიძლება აი რა ვიცი რუჩნოი ამოწიოს და შემოატრიალოს. მithumetes ეს 1000 ერერით დავდივარ, როცა გადაადგილება მიწევს, ფარები არა აქვს რა. ხო და საერთოდ ვერ გხედავენ. ხო, არ ჩენყ. ხო და აი პენსია. როგორც პენსიონერი ეგრე დავგორა. მესამე. მესამე რა, სიფრთხილესთან დაკავშირებით? ხო, აი რა უნდა გაითვალისწინო, რო არ მოკვდნენ. ყველა იტყოდა ხა ეკიპირებას, მაგრამ მაგას რა თქმა უნდა, ეკიპირება გინდა. მაგრამ მე შორტი მაგით დავდივარ. კაი, აი სანამ შენ მაშინ მესამეს მოვიქრებ, შენ რაც თქვი ხა რა, გზაზე მოძრაობაზე. მეც მაგას ვიძახი ხოლმე. ოღონდ არავის არ ესმის რატო ვიძახი მაგას რა. და კიდე მაგას ვაყოლებ, რომ ნელა სიარულის დროს, აი ძალიან ნელა რო დადიან ხოლმე, ხო იცი 40 თუ რა. მაგას ვიძახი, რომ ეგეც საშიშია. იმიტომ რომ ყველა მხრიდან უკვე საფრთხე გაქვს რა. იმას არ ვიძახი რა თქმა უნდა რომ 150 და 200 უნდა იარო, მაგრამ ვამბობ რომ მანქანა რომელიც დადის, ხო, იმაზე უდნავ ჩქარა რომ ამას გაცდე რა, დაბრკოლებებად აღვიქვავ ამათ და გაცდე უცებ შიანელე გაცდე რა. ეხლა რამდენიც არ უნდა უხსნათ და ვარიგოთ მაინც პრაქტიკა რა და აზრი არა აქვს ხა მაქსიმალურად ფრთხილად, მაგრამ რაც პრომეციულიან ანუ არ შეეშინდეთ რომ დამწყებია და შუქნიშანზე ჩაუქრება დაძვრისას და არ გაუტყდეთ. მე რა ვიღაცა დაგისიგნალებს, აი წაჩენ. ხო, შენ ვაფშე ვერ დაჯდები არა რა. ხო, ეგეც არის ალბათ, რომ ეგ რაღაც მანდრაჟის თემაში რომ უცბად არ აგრესიული უნდა იყო რა, აი აგრესიული რა, ნაგლი რა, როგორ არის ქართულად? ნაგლი. ცოტა ნაგლი უნდა იყო და იყო რა, ეგრე უნდა იარო რა. თორე მithumetes თბილისში აზრი არ აქვს. საშინელება. ბათუმში ვერიული. აი სად უნდა იარო? სუსაცობია, უარესი საცობია და სივიწროვეა. ბათუმის მოძრაობას ძალიან ბევრი მსმენია და ვიცი რაც ხდება იქით რა, საშინელება რო არ. ანუ ქალაქში სიარულიც ახლა აი 1000 ერერებით რამდენი დადის თბილისში? პრიუსებივით არის. ხო. ყველა რამდენი ადამიანი დადის და ცოტა ეგეც არ მესმის, მაგრამ ახლა ვისაც რა რითი უნდა და როგორც უნდა რა თქმა უნდა იმით უნდა იაროს. მაგრამ ამოდით და ტრეკზე იარეთ. სულ ამას ვამბობ, მაგრამ აი ხა უკვე მწვენი. ხო, ახლა ჩვენ 4 კაცთან ერთად იარეთ. ხო რა, გადავიდე ამოთ. ხო, მოემატება. ნელ-ნელა. უბრალოდ მე მინდა რომ თქვენიც დაფასდეს, იმიტომ რომ თქვენ რეალურად არ ყოფილიყავით დღეს საერთოდ არაფერი არ იქნებოდა. ხო, ეგეც არის, კი. არ იქნებოდა არაფერი. რო არ ყოფილიყავით, აი ვინც დადიხართ ხო, წლებია შენ, ჯიჯი, ერიკა რამდენი 3 წელი არის მე მგონი დადის. იქამდე ლადოც დადიოდა, მაგალითად სპექტაკლება? ხო, ოძელა დადიოდა. მაღალი კერატი ეგ გახსენდა ოძელა, ხო? ხო, და ეს ხალხი რო არ ყოფილიყავით რა. ეხლა მე კიდე ბევრი არ ვიცი, იმიტომ რომ იმ დროში არ ვიცნობდი რა, უფრო თანამედროვეებს. 12-13-ში დაიწყო წრიული, მე შევერთდი. არა, ერთი წელი ხო იყო, მე არ გამოვდიოდი. აი კაკრას რომ აბულინგებდრე რა, მეორე წელს გავედი. და 14-15 სეზონი იყო და всё.
ხო, მე წვეტა იყო და მე მგონი 22 თუ 23-ში რაღაც ეგრე დაიწყო. 23-ში მე მგონი. ხო, და თქვენი ძალიან დიდი დამსახურება ამაში და უბრალოდ გულდასაწყვეტი არის, რომ რაღაცნაირად არ ფასდება. ამ ხელას რომაც ყარში იყრება რა. ვერ გიფასდება მაინც რა. კი, ეხლა მე გიცნობ და ვიცი და ის გიცნობს და იცის, მაგრამ მაინც სხვანაირად ალბათ უკეთესი იქნებოდა რა. იმიტომ რომ რაღაცა შესაძლოა. ადამიანები აქ, ვინც იმსახურებთ მაგას და ვინც რაღაც თქვენი ზურგით მოიტანეთ ეს ყველაფერი აქ. აუ, ისე რამდენი ვიწვალეთ, რომ ხო, ეგ არის ალბათ გულდასაწყვეტი, თორე დანარჩენი რაღაცნაირად მაინც მჯერა, რომ იქნება და რაღაც განვითარდება, იმიტომ რომ სიტყვაზე აი აქცენტი გაკეთდა მინიჯიბზე, რაღაც მანდ ალბათ დაემატებიან იმ ბავშვების იმედიც მაგ ვინც ენდუროზე დადიან და რაღაცნაირად მეც ჩემის მხრიდან ვეცდები ობიექტურად და არა სუბიექტურად ჩემი არა ობიექტურად რომ აი ეს რაღაც არხი არის თუ ვიდეოა 10 კაცი ნახავს 100 თუ 1000 რომ რაღაცნაირად მეც ამას ხელი შევუწყო იმედია რომ შევუწყო ჩემ ვიდეოსაც წრეულებს არა აქვს ისეთი ბევრი ნახვა დინოს ვიდეოს დავდებ თუ არა ეგრევე წავა კომენტარები და ბანზე ავტობანიდან ხო 100-200-ები და ნუ ხალხს ეგ მოსწონს რა ხო და აი ეგ ალბათ მე სულ მაგას ვამბობ რომ მაყურებელი როცა იქნება უფრო მეტი რაღაცა იქნება რატო არა ქალაქში არა თორე ღამე ავტობანზე ჩააჭირე წრიული საყურებლადაც ბევრად უფრო კარგი არის ვიდრე დრაგი ჩემთვის როცა ბევრი ხართ განსაკუთრებით ხო ანუ აი ეგ რომ მიდის რა და თქვენთან იყო ეგ პირველ სამ კაცში სულ იყო დაძაბულობა ბოლო ეტაპზე კი აი სულ ახლოს იყავით. იქ კოდუ პირველი მაზეც. აი თქვენ ჭიდილი იქ კოდუაც რაღაცა იქ გადასწრება გადამწყვეტ. ძალიან მაგარი იყო რა და ანუ მაგაზე კარგი სანახავი გონია რომ დრაგი არანაირად არ არის რა. ხო, მართალია კი. უბრალოდ დრაგი ისეთია რომ ბევრი გამოდის რა. მაგრამ მანდ ისევ ინფრასტრუქტურასთან მივიდივართ. ხალხი ჩივის რომ ზეზოთ გავარდო. ხო. ხო და იცი რა არის ჩემ საქმიდან აფერი არ გამოვა ნელ-ნელა ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და რაღაცნაირად მინდა რომ იმედიანად დავასრულოთ დღევანდელ ჩვენ ჩაწერა ჩიკოვანის ზარს ველოდებით და ბოლო გადაწყვეტილებას რა იქნება თუ არა ხო ან რა ფორმატი იქნება ტრეკდეი იქნება წრიული იქნება მოყვარულები იქნება თუ არა ნუ იქით გვეკაჩებიან მოტო ისა მინი ჯიპიზე გადმოდითო იქაც გადავალთ მაგრამ ესეც იყოს ხო ნუ ანისანეს თუ არ იქნება კაი რა ცი რა არის მე მგონი ერთმანეთს მართლა ცოტა სხვანაირად უნდა დაუდგეთ გვერდში ერთმანეთზე თითი არ უნდა გავიშვიროთ და ვინ აკეთებს მას და რაღაცა მე ალბათ იქნება რა ერთმანეთს ესე ჩქმეტა და რაღაცა იქნება რაღაც არ უნდა ეგრე ვასრულებთ ხო რაღაცა იქნება ჯერა რო იქნება რა და არ მინდა უბრალოდ რომ რაღაცა დრო იქნება მაგრამ ხო უბრალოდ აქაც რა არის იცი რა არ უნდა დაკარგო ის დრო და რაღაც სწორი მიმართულება უნდა მისცე რომ რაღაც დროის მერე უკვე შედეგი გამოიღოს თორე ისევ თუ არასწორის კეთება გავაგრძელეთ კი შეიძლება ესეც უნდა იყოს ამას ვამბობ ხო იმიტომ რომ იმათ ხო უნდა კონდეთ აი მაგალითი აი სად მივდივართ რა ესეც უნდა იყოს და ისი აუცილებლად უნდა იყოს რა უბრალოდ იმის გარეშე ამას აზრი არ აქვს იმიტომ რომ ეს გავა 2-3 წელი და всё ხო რავი რამდენი ხანია პირებ რომ იარო წრიულ რბოლებს წელს ბოლოა ოპა ექსკლუზივი წელს ბოლოა ისიც აი თეგეტას გამო თორე არ გამოვიდოდი წელს დიდი სიხარულით მომავაწეს თუ რამე იქნება ნებისმიერთან შემიძლია უსასყიდლოდ ყველაფრის გარეშე ნებისმიერს ყველაფერში დავეხმარო. სწავლება იქნება თუ მოტოციკლეთის მომზადება იქნება თუ რაც იქნება ტელემეტრიის გაშიფრვა იქნება ყველაფერში. ხო დაეგა რა. მე ეს რომ მორჩება, მაშინ აღარაფერი აღარ რჩება და დავტოვოთ რა. მე დავიღალე რა. ემოციურად უფრო დავიღალე და აი რაღაცის იმედი რო გაქვს რომ რაღაცა იქნება ან ხალხი მოვა ან ბევრი მონაწილე იქნება სტარტზე იმაგის მოლოდინი რო გაქვს და არ არის ნუ ეხავს ანუ ხალხი აი ხო ხალხი არა მაგრამ მონაწილე მაინც ხო უნდა იყოს რომ ვიღაცას დაეჯახო რა რაღაცა იჭიდაოთ მოსახლეებში რომ ლამაზი გადასწრება რაღაცა კადრები გადაიღო რა ვიცი აქვე ვიტყვი შერახნის დახმარება და რაღაცები თქვი რომ შენი დინოს აპარატი გაქვს სტეიჯებს წერ რაღაცა იქ-თაკ რაღაცებს დინოც ხო მაგრამ უფრო ტრეკზე ხო იმიტომ რომ დინოზე ერთხელ და всё დაასწორებ რა და ასტროიკებ всё არა მინდა აღნიშნო რომ აქვს ადამიანს და შეგიძლიათ რომ მიმართოთ და გააძლიეროთ თქვენი მოტოციკლები ხო აი მაგაზე გითხარი ერთი ორი სიტყვა
სად მოგწერო, როგორ მოგწერო, ვისთან მოგწერო? პირად, ვინც ამ სფეროშია და ვისაც მართლა ჭირდება, ყველა მიცის და ყველა მწერს რა და ვისაც მომავალში დაჭირდება, გაიკითხავენ, ყველა ეთქოს, რომ მიხანასთან. შეხმიანეს და აი თუ მე ახლა არ მჭირდება ჯერ წრიულზე რომ გამოვიდა მე გარდა მჭირდება. საბურავები უფრო ხშირად. ჩემზე იმდენი მაქვს სამუშაო ორს ჩამოვწდე და მე შეიძლება რაღაცა მოვახერხოთ. და მე მეც მოგაკითხო. კი ბატონო. ჩვენი გადაცემა არა პოდკასტი, ჩვენი პოდკასტი დასასრულს უახლოვდება. ნასიამოვნები ხარ? ცოტა ექსად არის? აუ, ევროტურში? რომელი? ევროტურში. გაბედნიერდი? გაბედნიერესი ვარ. ვანდე ხო, კი. უბედნიერესი. რა ქვია იმას? Flugegen geholen. ხო და ეს იყო ჩვენი Flugegen geholen. ხო და უკეთესის იმედით რა, მაინც მოდი დავიტოვოთ იმედი რომ იქნება ბევრი რაღაც უკეთესი რა. და აქვე ვისარგებლებ ამ ყველაფერი და მადლობა მინდა გადაგიხადო შენს და ყველა იმ ადამიანს ვინც ეს სპორტი და ეს აქამდე მოიყვანეთ, როგორც მონაწილეებს, ისე ვისაც კი პატარა რაღაც წვლილი მიუწვევს, ორგანიზატორი იქნება ეს თუ იქ უცებ რაღაც დახმარება იქნებოდა ვინმესგან, ყველას მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ თქვენ რო არ ყოფილიყავით, მეც ალბათ ჩარშან არ ვივლიდი და არ ჩარშან არც იქით წელს და ძალიან ბევრი იქნებოდა ალბათ ჩემსავით. რა ასე რომ იმ ადამიანებს, ვინც ეს ყველაფერი შეძელით, ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი, აწი ალბათ ახალი გმირები უნდა დაიბადონ. დრო, ნამდვილად დროა. ვინც შეცვლის ამ სპორტს ამ ქვეყანაში და კი, აუცილებლად რა. ასე რომ აი ამ ხიარულ ნოტაზე. ჩამოვკიდეთ ბუცები. ბუცები ჩაფხუტი. ასე რომ აი ამ ხიარულ ნოტაზე. ყველაფერი კარგად იქნება. გაგიგებთ კი, ძალიან დიდი იმედი მაქვს. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. დიდი ალბათობით კიდევ ერთი ეპიზოდი გვექნება ამ სეზონში და შემდეგ უკვე ახალი სეზონიდან დაგიბრუნდებით. ჩაო. ჩაო.